ახალგაზრდა რო ვიყავი, ფიქრობდი რა უნდა მოვიგო და ეხლა ვფიქრობ რა უნდა დავტოვო. ეთამაშები ესპანეთს. როგორ არნებდება კაპიტანი და როგორ არნებდება ნაკრები? დღეს არის ახალი დღე და დღეს შენ წინააღმდეგ შანს არ დაგიტოვებ რა. ყველაზე კარგად ხშირ შემთხვევაში კალბურთი ასახავს ჩვენი არის იდენტობას. ცოტა მსგავსება მე მგონია. ისტორიას თუ გადავხედავ. კი. ვერ გამტეხე. ბიჭა აგდეს ამ ფულიანი, მაგრამ ვერ გამტეხე, მაინც მოვიდა. როგორ ჩაიარა აღდგენა იმ თამაშის მე ყველაფერი ხო იგზია. კი, ჯერ კიდე ჩავლის მომენტია. ჩავის მომენტია ხო? წარმომიდგენია რომ ის იქნებოდა. გამარჯობა თორნიკე. გამარჯობა. სეტანდა სპორტსი და ენერგია ბორჯომი დღეს ვართ საქართველოს ნაკრების კაპიტანთან ერთად და შეგვიძლია ვთქვათ რომ აღვნიშნავთ ერთ-ერთ ყველაზე დიდებულ გამარჯვებას ქართული სპორტის ისტორიაში. სულ რამდენიმე დღის წინ აი იმ წერტილიდან აგდებ აი იმ სამიანს და ოვერტაიმში ვიგებ ძალიან მნიშვნელოვან თამაშს, რომელიც ქულები ძალიან დაგვეხმარება მსოფლიოს შესარჩევისთვის. 22 ქულას ვაგებდით. მაგრამ კალბურთს ალბათ ყველაზე გამოკვეთილი მაგია აქვს რა. მე ასე მგონია ყოველ შემთხვევაში. მომენტუმის სპორტია. ნახდებოდა კაპიტნის გონებაში აი იმ დროს. როგორ არნებდება მაგ დროს ეთამაშები ესპანეთს? როგორ არნებდება კაპიტანი და როგორ არნებდება ნაკრები? ხო, თითქოს რაღაც აუხსნელი შეგრძნება და მე უფლებოდა მაგ დროს რა. ბიჭებიც რო კითხო ჩემ თანაგუნდელებს, ყველა ერთი ეგრევე რაღაცას გეტყვის, რომ ყველას ვეუბნებოდი, რომ ტაბლოს არ შეხედოთ, ანგარიშს არ შეხედოთ, გავაგრძელოთ თამაში. ნუ უყურებთ ამდენი ქულით ვაგებთ. თუ გჯერათ ჩემი ამ თამაშს მოვიგებთ. ვეუბნებოდი ამას. თუ გჯერათ ჩემი ამ თამაშს მოვიგებთ. თამაში მე მეხმურებოდნენ, რომ ისე გჯეროთ, რომ რა ვიცი, სხვა არ ქონდა ჩვენს არ დაგვეჯერებინაო რა, მაგრამ რაღაც ისეთი შეგრძნება მქონდა რა, თვითონ თამაში იგრძნობოდა რა. თან რაღაც განსაკუთრებული ჟინი მქონდა, რაც გაიყვარო ესპანეთს ვეთამაშებოდი და რაც გაიყვარო ჩემი თანაგუნდელებიც ჩამოვიდოდნენ ამ ფანჯარაზე, სულ ის მქონდა, რომ აი ჩამოვალთ და მოგიგებთ და არა მე მოგიგებთ და რაღაცა სულ რაღაც ისეთი ის მქონდა. იცი რა შევატყვე თან თამაშის დროს, რომ ეს ნენელა რო იზრდებოდა ეს ანგარიშთა სხვაობა. თითქოს აი დარბაშიც რაღაც სიჩუმე ვარდებოდა, თითქოს აი რაღაც თანაგუნდელებშიც რაღაც ცეცხლი ქრებოდა და ნუ მე როგორც კაპიტანს არ შემეძლო, რომ ამ ესე ვთქვათ ნეგატიურ ხარეს ავყოლოდი, ხო, მინდოდა რომ რაღაც ეს პატარა ცეცხლი რაც ყო დარჩენილი, ნენელა გამეღვევებინა რა. და ვცდილობდი რომ ყველა გაფუჭებული ბურთის შემდეგ ყოველთვის რაღაც გამხნევებინა, რომ არა უშავს. ეს არ დამთავრებულა, ჯერ კიდე დრო არის, არა უშავს. და რამას დღის ბოლოს შედეგი გამოიღო და მიხარია რომ ბიჭებიც ამყვნენ. არ მარტო ჩემზე არ არის, ბიჭები ამყვნენ, ამას ძალიან დიდი შრომა ჭირდებოდა, ამას ძალიან დიდი თვითწმენა და თავდაჯერებულობა ჭირდებოდა და ნდობა ჩემში რომ გამომყოლოდნენ და ამისთვის ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო მათ რა. ხო, ფრიდი გენიალურად აკვა. შენც გენიალური იყავი და ბიჭებმა ზუსტად ის გააკეთეს, რაც თქვი. ხო, ცოტა დაუჯერებელი იყო, რომ თან იქ ბექგრაუნდად მაინც უნდა ვახსენოთ ის წარუმატებელი მატჩი უკრაინასთან ცუდი ხასიათით ხვდები. ყველაფერი ისე არ მიდის როგორც გინდა და აი ცუდი ხასიათით ხვდები ახსენე რა. იცი როგორ რაღაცა არის, აი უკრაინის მატჩის შემდეგაც თქვით რა, რომ ესეთი რაღაცები ხდება, ანუ კალბურთია, სპორტია. წაგება, ხო იცი, ნაწილი არის ამის. შენი ხასიათი გამოვლინდება იმის შემდეგ, თუ როგორ რეაგირებას მოახდინებ ესეთ წაგებული თამაშების შემდეგ. და მინდოდა რომ ეს ამითი ჩვენ მესიჯი გაგვიგზავნო ყველასთვის, საკუთარი თავებისთვის, ჩვენი ხალხისთვის, მოწინააღმდეგეებისთვის, რომ მნიშვნელობა არ აქვს ჩვენ გუში რა ვქენთ. დღეს არის ახალი დღე და დღეს შენ წინააღმდეგ შანს არ დაგიტოვებ რა. ძალიან მაგარი დღე იყო, ძალიან მაგარი მომენტუმი იყო. ესეთ დასამახსოვრებელი რა. დიდი ბრძოლა გავმართეთ. რეკორდი დაამყარე. კალბურთს უყვარს რიცხვები, სტატისტიკა. ყველაზე მეტი ჩაგდებული ქულა გაქვს ნაკრების ისტორიაში. 37. 45 წუთი ითამაში. თან მოდი ყურადღება გავამახვილოთ, რომ ეს არ არის NBA-ის 12 წუთიანი
მეოთხედები, ეს არის 10 წუთიანი. ანუ ჩათვალე LeBron James-ივით პაკეტი არ დაგიტოვებია. იდექი ნიშნავენ ქულებს აგდებდი. ას ნიშნავს აი ეს რეკორდი შენთვის, რომ ხარ ნაკრების ისტორიაში ყველაზე მეტი გოლის ავტორი. გატარებული წუთებით არ ვიცი, შეიძლება კიდე იყოს სხვა მაჩვენებლებიც, შეიძლება overtime-ში სადმე გვეთამაშე, მაგრამ ფაქტია რომ ყველაზე მეტი ქულა შენ გაქვს შეგდებული ნაკრების ისტორიაში. ეს 37 რას ნიშნავს შენთვის ამ შემთხვევაში? თან ასეთ მნიშვნელოვან შეხვედრაში, ასეთ ოპონენტთან. ვიცი რა არის ეს თამაშის შემდეგაც დამისვეს ანალოგიური კითხვა და საერთოდ გუნდურ სპორტში რაღაც ყოველთვის მიჭის ინდივიდუალურ ჯილდოებზე საუბარი რა, იმიტომ რომ არაფერი გამიკეთებია მე აქ მარტო. რო ჩემი გუნდელები არ დამხმარებოდნენ და ჩემი წვრთნელები არ დამხმარებოდნენ რა. მაგ დღეს მე ვიყავი მაგ პოზიციაში, სხვა დღეს სხვა იქნება. ამიტომ თან ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის რომ გავიმარჯვეთ. ეს 37 არაფერს არ ნიშნავს თუ არ გაიმარჯვე, ხო ხტები? და მინდა რომ როდესაც მომავალში ამ 37 ქულაზე ვისაუბრებთ, ამ რეკორდზე ვისაუბრებთ ყველა იმ ბიჭზე, ყველა იმ წვრთნელზე, ვინც მონაწილეობა მიიღო ამ თამაშში რა. ეს არ არის ინდივიდუალური თემა, ეს არის გუნდური სპორტი და უნდა ვისაუბროთ გუნდზე. ალბათ უბრალოდ ეგოზაჩვენები შენივრად ასახავს და გაგვახსენებს იმ დღეს, როცა ეგ ყველაფერი მოხდა. ხო, ეს იქნება ერთგვარ რაღაც სიმბოლური მაჩვენებელი. მესამედ მოვუგეთ ესპანეთს. ხო, მესამედ მოვუგეთ. პირველ წუთაშიც აქ მოვუგეთ. მერე ჯგუფში ჩავტოვეთ. ჩვენთან ურთიერთშეხვედრების გამო ესპანეთი ჩავტოვეთ ჯგუფში. მაგ ევრობასკეტსაც შევეხებით. ეს იყო მესამე გამარჯვება. ესპანელებს სპორტში ზოგადად. არა მხოლოდ კალბურში, სასწაული პერიოდი უდგეთ. ყველაფერში ვითარდებიან. ამხელა თავდაჯერებაა ეგ, რომ შეგიძლია გამოხვიდე და ესპანეთის წინააღმდეგ უკვე სამჯერ გააკეთო ეს ყველაფერი. ეს ნიშნავს, რომ ყველა გუნდის წინააღმდეგ შეგიძლია იგივეს გაკეთება. კი, რა თქმა უნდა. მინდა რომ ეს ჩაინერგოს თითოეულ ჩვენგანში, თითოეულ ქართველს, თითოეულ ახალგაზრდაში, რომ იცი არის ყველა ვისაც ეთამაშები ჩვენარი ადამიანები არიან, ხო? ანუ ზოგს პირიქით რო დაუკვირდე ჩვენ ისეთი რაღაც ხორება გვაქვს გამოვლილი და ისეთი რაღაცები გადალახული, რომ პირიქით ანუ ჩვენ უფრო ამერიკელები ეძახიან thick skin რა, ანუ უფრო ისეთები ვართ, რა ქვია, გამძლეები ესე ვთქვათ რა. შეიძლება მათ უფრო მეტი რესურსი ქონდეთ, მაგრამ ხასიათი და ჟინში არ მგონია რომ ვინმე გვაჯობოს რა და ხშირ შემთხვევაში ეს გვეხმარება რომ ესეთ წარმატებებს მივახციოთ რა. არა მარტო ესპანეთის საფრანგეთსაც მოვუგეთ. აქ თამაშად შევეხებით აუცილებლად. კი, ხო და ეს შეგიძლია, აი რომ შევეხებით მე გეტყვი მაშინ დანარჩენს. კი, მაგაზე აუცილებლად უნდა ვილაპარაკოთ, იმიტომ რომ ეგეც ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი მოგება. ზოგადად კალბურში გვაქვს რაღაც უცნაური, შენაღმეში. ყველაზე კარგად ხშირ შემთხვევაში კალბურთი ასახავს ჩვენი არის იდენტობას. თითქოს სადღაც უცებ შეიძლება რაღაც ჩავარდეს, მაგრამ უცებ გამოვალთ და მოვიგებთ ისეთ თამაშს, რომელიც თამაშის მოგებასაც ერთი შეხედვით არ ველოდებით. გავს ცოტათი არა ქართულ ამბავს ეგ ყველაფერი. ცოტა მსგავსება მე მგონია. ისტორიას თუ გადავხედავ, კი. და მაგრად გამოგვდის და ეგ კარგად ასახავს, ამით უმეტეს ბოლო პერიოდში სტაბილურად გადიოდა ევრობასკეტზე, გადიოდა მსოფლიო ჩემპიონატზე. წარმოიდგინე აი ამ ბავშვებისთვის, რომელსაც ახლა შევხვდი, რამხელა мотиваცია იყოს ეგ სრული სიგიჟე. კი, ძალიან მნიშვნელოვანია, იცი არის კიდე აი ნაკრებთან ჩართულობა, საქართველოსთან ჩართულობა, ძალიან მნიშვნელოვანია რომ ისტორია იცოდე ადამიანმა, ბავშვმა რა განსაკუთრებით. და გახსენდება რა, ანუ მახსოვს კიდევაც შესახილები რა, რომ ეგ გასახდელშიც თუნდაც ჩვენი ექიმებიდან რომ ანუ ისედაც ომში ყოველთვის უმცირესობაში, ყოველთვის რაღაც არა ფავორიტის როლში ხშირად გაგვიმარჯვია რა და ეს ცი არის გინდა არ გინდა გელექება რა. ბავშვობიდანვე გელექება, რომ მნიშვნელობა არ აქვს რიცხობრივად, რესურსობრივად, როგორ ხარ მოწინააღმდეგესთან, შანსი ყოველთვის არის. და რაღაც ეს მოყვება ბავშვობიდანვე რა. კი. მოდი ვისაუბროთ ახლა სატურნირო ამბავს. ძალიან მნიშვნელოვანი ქულები იყო ეს. თავი დავანებოთ მატჩის მნიშვნელობას, რომ ესპანეთს ხვდებით. შემდეგი არის გადავედით მეორე ჯგუფში, რომელიც ჯგუფიდანაც უნდა გავიდეთ სამეულში. რთული მისია. დამეთანხმები ალბათ არა, შენ ყველაზე კარგად იცი რომ რთული მისია. საბერძნეთი, პორტუგალია და მონტენეგრო. მონტენეგრო რომელიც კარგ კალბურს თამაშობს. საბერძნეთი გასაგებია. ევროპის და მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი გუნდი. რა ხდება აი ამ სირთულეებში, როგორ ვემზადებით, როგორი განწყობებია.
სოფლიო ჩემპიონატის თამაში გვინდა მეორედ. ეგ არის ჩვენი სურვილი, ხო? კი, ჩვენი სურვილი, ჩვენი მიზანი არის ეს. ადვილი გზა არასდროს არ არის სოფლიო ჩემპიონატის გასვლად. ეს ყველამ ვიცით რა. კიდევ ერთხელ მივდივარი იქ, რომ უფრო დიდი აქცენტი უნდა გავაკეთოთ ჩვენ თავზე, ვიდრე მოწინააღმდეგეზე რა. მოწინააღმდეგე ყოველთვის რთული შეგვხდება, მით უმეტეს როცა ესეთ ასე ვთქვათ, პლატფორმაზე გინდა გასვლა რა, როგორც არის სოფლიო ჩემპიონატი, ადვილი გზა არ არის. ამიტომ ისევ ჩვენ თავში უნდა ვეძიოთ ის გზა, თუ როგორ უნდა მივიდეთ ამ სოფლიომდე რა და როგორც აღნიშნე, სწორად აღნიშნე, რომ მონტენეგრო ყოველთვის თან ჩვენ წინააღმდეგ რაღაც ერთნაირი იდენტობის გუნდი ყავს რა, ეს რაღაც ძალისმიერი, რაღაც მაღლები მაგათაც ყავს ისეთი და საერთოდ ყოველთვის არის თანაბარი თამაში ხოლმე მაგათ წინააღმდეგ. მაგრამ უკვე გვაქვს გამოცდილება იმისა, თან იმედი მაქვს, რომ აგვისტოში ვიქნებით სრული შემადგენლობით, ჯანმრთელად და ყოველთვის როცა ერთ გუნდურად თამაშობთ, ყველა წინააღმდეგ შეგვიძლია თამაშის უკვე დავამტკიცეთ რა და იმედი მაქვს, რომ ამ შემთხვევაშიც ესე იქნება. ბოლო თამაშიდან საბერძნეთში იქნება აქ და იმედია, რომ ეს სტადიონი, ეს კორტი იქნება ბოლომდე სავსე და კი, და ის საბერძნეთის თამაშიც უნდა გავიხსენოთ. ის საბერძნეთის თამაშს და სხვანაირად შევხედავთ, ხო? ასევე გენიალური მატჩი. რამდენი მაგარი რაღაც გამოტივტივდა ერთ წამში რა, რამდენი სერიოზული მოგონება. წავედით ევრობასკეტზე 2025 წელს. თქვით რომ მივიდოდით იმ საკითხთან. თქვით რომ ესპანეთი ჯგუფში ჩავტოვეთ. მაგარი შედეგი და გავედით საფრანგეთს. და კარგ ფორმაში იყო ეგ საფრანგეთი. თითქოს შემადგენლობით თავიდან ამბობდნენ რომ ვერაფერი, მაგრამ კარგ ფორმაში იყო ძალიან ეგ საფრანგეთი. და მაგ საფრანგეთს მუგებთ 10 ქულით, თან კლაჩ მომენტებში ხო, 68-68-დან ხდება იწყება მერე პროცესი და უცებ თერი სოფლიო ლაპარაკობს საქართველოზე, ხო? საქართველოთი წერენ უკვე სოციალურ ქსელებში და არა ჯორჯიათ, საქართველოთი წერენ. აი ეს ემოცია გამიზიარე რა, მაგ ევრობასკეტის, აი მაგ ძალიან ემოციური აფენდაუნების იყო აღმასვები, იყო დაღმასვები და იყო ბოლოს ეს რაღაც კულმინაციური მომენტი, სადაც მართლა მთელი სული ჩაიტო მაგ მომენტში. კი, თავიდანვე ჯგუფიდან გასვლაზე ხო ის რომ გადაწყდა უკვე ვის ვეთამაშებოდით, იყო რომ ორი თამაში უნდა მოვიგოთ რა, რომ გავიდეთ. თან ეს ორი თამაში იყო, ბოლო ორი თამაში. იყო კვიპროსთან, უნდა მოგვიგო აუცილებლად და უნდა მოგვიგო აუცილებლად ბოსნიასთან. მაგრამ როგორ რაღაცა იცი ეს ბოლო ორი თამაში რო არის თან ვერ დატოვებ, რომ გარანტირებულად რომ მოიგებ ამ ბოლო ორ თამაშს რა და ამიტომ თავიდანვე თან როგორ რაღაცა იცი რომ ჩვენსაც ძალიან რთულია, იმიტომ რომ წარმოგიდგენ 5 თამაშს თამაშობ 9 დღეში. ჩვენმაც უნდა გასაზღვროს, რომ რაღაც მომენტში შეიძლება თუ ვნახა რომ თამაში აზრი არ აქვს, იმიტომ რომ ძალიან ვაგებთ, შეიძლება უკვე დაგზოგოს მოთამაშეები და არ გათამაშოს, რომ შემდეგ თამაშებში შეგინახოს, იმიტომ რომ ყველა თამაშზე თუ 100%-ით შეასკდი, ბოლო ორი თამაშისას არ დაგრჩება ენერგია და შეიძლება იქაც წააგო რა. ამიტომ ძალიან რთული მომენტები იყო, მაგრამ თავიდანვე ესპანეთთან რო გავედით, თამაში ვიყავით უკვე და ანუ რატომაც არა ხო, პირველივე თამაშზე ესე ვთქვათ დიდი განცხადება გავაკეთეთ, რომ ესპანეთს მოვუგეთ. ნუ მეორე თამაში გახსენება არ მინდა გადავდოთ იქით იტალიასთან, ძალიან რთული მომენტი იყო პირადად ჩემთვისაც ბევრი მიზეზების გამო და ნუ თამაშიც წავაგეთ და ძალიან ესეთი რთული პერიოდი იყო რა. ნუ საბერძნეთთან ისე მოხდა, რომ რამოდენიმე მოთამაშესაც პატარა ტრაუმა ჰქონდა, მეც დაბრუნდი უკვე რაღაც სხვა პრობლემებისგან, ჯანმრთელობის პრობლემებისგან და იყო ის, რომ ეს სამი თამაში ეძებ გადამულად არ შეიძლებოდა, ცოტა დაგვესვენა რაღაცა, რომ შემდეგი ორი თამაშისთვის მზად ყოფილიყავით. მოხდა ისე, რომ ყველაფერმა კარგად ჩაიარა ამ ჯგუფურ ეტაპში, მოვუგეთ კვიპროსს, წავაგეთ ბოსნიასთან, მაგრამ მაინც გავედით. და ნუ შემდეგი ეტაპი არის, ჯგუფიდან გავედით, კაი ეს პირველი გეგმა შევასრულოთ, მაგრამ იქიდან ხდება საფრანგეთი. თან გვინდოდა რომ ჯგუფიდან გავსულიყავით უფრო მაღალ პოზიციაზე, რომ საფრანგეთს არ ყველა ერიდებოდა საფრანგეთს. მაგრამ აი თუ დამიჯერებთ, რავი, აი ზუსტად იგივე გრძნობა და მეუფლა თამაშის წინ, რომ ჩვენი თამაში ვიგებდით, როგორი გრძნობაც მეუფლებოდა ესპანეთის თამაშის დროს. აი ზუსტად იგივე. რომ აი ჩემში ეჭვის ნასახიც არ იყო, რომ ამ თამაშს არ ვიგებდით. საფრანგეთის წინააღმდეგ. აი არ არსებობდა.
ეს გზნობა დაიწყო იქ ხო ერთ დარბაზში თამაშობთ ყველა და ჩვენამდე სხვა თამაში იყო რა და მოგვიწია ჩვენ და საფრანგეთის მოთამაშეებს ერთად გახურება რაღაც იქ სატრენაჟერო სივრცეში და ითვალებში რო უყურებდი ვიგზენი რომ არ იყვნენ მზად თუ ჩვენ როგორი განწყობით მივდიოდით რა ანუ არ იყვნენ მზად და ეს ბიჭებსაც გადავეცი ეს მესიჯი რომ მეთქი არ არიან მზად და ეს შესაძლებლობა უნდა გამოვიყენოთ და დამიჯერეთოთ როგორც კი თავიდან უნდა ავწიოთ ესე ვთქვათ ტონი მაღლა და თავიდან უნდა დავანახოთ რომ ჩვენ აქ ვართ მოსაგებად რომ არ ვართ მაყოფილები რომ გავედით ჯგუფიდან მარტო და უფლის წყალობით დღის ბოლოს ისე მოხდა როგორც გვინდოდა რა ასე ვთქვათ რა ფინეთანაც შეიძლებოდა ხო ფინეთანაც შეიძლებოდა კი ძალიან დავკაჩეთ კი ფინეთანაც შეიძლებოდა იქ უფრო როგორ რაღაცა იყო იცი აი თამაშები რო აი რაღაც თავზე მოძალა არ არის რა რომ აი ხო ხდები მაგრამ მანდაც აი გზნობა იყო რომ აი შეგვიძლია მაგრამ არ გამაზეს არაფერი ყველაფერი ჩააგდეს რა შემდეგ თამაში უკვე ვისე თამაშნი აღარ მახსოვს გერმანიას მოგან ხო წააგეს მაგათთან ვერაფერი ვერ ჩააგდეს რა ხო ხდება ჩვენთან დახარჯეს ყველაფერი ხო მართლა როცა კამბექი იწყებოდა ყველაფერი როგორც კი რაღაცას დავაპირებდით მაშინვე პასუხობდნენ სამქულიანით რა და სხვადასხვა ეგ მაინტერესებს ეგ მინდა და 22 ქულაზეც მეკითხა იმიტომ რომ ეს არ იყო ისე დაკაჩული რომ უცებ გაშეშთა ფინალებს ნახავდი NBA-ს უცებ რო სან ანტონიო გაჩერდებოდა ხოლმე 30 ქულა და უცებ გაჩერდა საერთოდ არ დაიწყეს შაგრება აქ ესე არ იყო აქ პირიქით გამოვიდოდნენ და მივახლოვდები შეხვალ 9 ქულაში 8 ქულაში გამოდი სამიანს გიგდებს და იქ სამიანი ალბათ რაღაც ყინულები აი მაგას არ უნდა გაატეხი აი როგორი რაღაცა იცი ბურთიც რო ჩავარდება რამოდენიმე ჯერ იყო რა რომ ჩემი გუნდელები რაღაცა ესეთი body language ხო ხდება ან რაღაცა ნელა გამოგქონდათ ბურთი მეთქი ეგრევე გამოიტანეთ არც იმათ დაანახოთ არც ჩვენ თავს დავანახოთ რომ რაღაცა აი ხელები ჩამოყარეთ ბურთი ჩავარდა არა უხსოვს ჩავარდა ბურთია ხო რა თქმა უნდა ხა 0-0 არ მორჩება გამოიტანე ეგრევე წავედით ჩეტევაზე რა ხო და მაგასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამ სხეულის ენას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმიტომ რომ ეს გადამდებია ეს ენერგია რა და თუ ერთი მაინც ორი მოთამაშე მაინც რაღაც ცუდი სხეულის ენა აქვს ხო შეიძლება სხვას გადადოს და უკვე პრობლემა შეიქმნას ამიტომ სხეულის ენასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს როგორც შენ თავში ისე მოწინააღმდეგესაც რო დაანახო რომ ვერ გამტეხე კი ჩააგდე სამქულიანი მაგრამ ვერ გამტეხე მაინც მოვდივარ სულ წარმოვიდგენი რომ ეგ ყველაზე რთული მომენტია როცა შენ ყველაფერს აკეთებ მაგრამ გამოდის და ისე ფულას აგდებს რომელიც არ უნდა ჩავარდეს მაგრამ წარმოვიდგენი ყველაზე მნიშვნელოვანი აქ არის რომ ტაბლოზე დრო არის დარჩენილი და დრო თუ არის შანსიც არის ესე იგი რა არ არის ის გვიჩვენებია ეგ ყველაფერი ხო ევრობასკეტზე იქამდე ქონდა ტრავმა მიღებული და სანანი ტრავმა ქონდა და შენ ნათქვამი გვაქვს ინტერვიუში რომ ყველა მნიშვნელოვან მომენტში როცა თოგო შენგელია გადიოდა პიკზე ჩნდებოდა ტრავმა ხო თანამედროვე სპორტი გადატვირთული გრაფიკი და შენზე კარგად ვინიცის გადატვირთული გრაფიკის შესახებ გადაღლა ტრავმები აი ეს ყველაფერი რომელიც შეიძლება მენტალურად ცუდად აისახოს ადამიანს ან რა რჩევას მისცემდი ადამიანებს ვინც ამ ყველაფერს გადის თუნდაც კოლეგებს თუნდაც ახალგაზრდა სპორტსმენებს თუნდაც შენს თავს როგორ უმკლავდები მომენტს როდესაც ყველაფერი თითქოს კარგადაა და უცებ შენთვის ყველაზე მნიშვნელოვან საქმეს რაღაც მიზეზის გამო ვერ აკეთებ როგორ ემზადები ამ სირთულისთვის მე ესეთი რაღაც მაქვს ყოველთვის რა ეს რაღაცას ვფიქრობ ყველაფერი ხდება რაღაც მიზეზის გამო ეს ტრამვებიც ეს რაღაც შეფერხებებიც რომ შენ ცხოვრებაში რაღაცა ისწავლო ან რაღაც ცოდნა შეიძინო ან რაღაცა ისეთი გადალახო რისი გადალახვითაც და ამ გამოცდილებითაც შეიძლება სხვა ადამიანს დაეხმარო ვინც ამ მდგომარეობაშია რა ყოველთვის ესე უყურებ ხოლმე რაღაცას ამიტომ მოხდა ტრავმა მოხდა всё ვეღარ შეცვლი ვერც ნერვიულობით შეცვლი ვერც ტირილით შეცვლი ამ ყველაფერს ვერც ნეგატიური მაინდსეტით შეცვლი ამ ყველაფერს ამიტომ პირველი ასე ვაკეთებ რომ ოკეი რა ტრავმაა რამდენი დრო მაქვს სანამ დავბრუნდები და всё დაიწყო დაგეგმარება რომ ოკეი დილით რას ვაკეთებ საღამოშო დღეს რას ვაკეთებ საღამოს რას ვაკეთებ რამდენ დროს უთმობ ფიზიოთერაპიას რამდენ დროს უთმობ ინდივიდუალ განვითარებას რამდენ დროს უთმობ ოჯახს იმიტომ რომ დადებითი მხარეებიც აქვს ხო ამ
ტრამვებს შეიძლება ითქვას, რომ შეო სახში ხარ, ოჯახთან უფრო დიდ დროს ატარებ და შეგიძლია ეს პოზიტიური მხრიდანაც დაინახო რა. საინტერესო კუთხეა. კი, ხო და კი მომენტში რთული პერიოდია, მაგრამ ხო ისი ყველაფერს თავის კუთხე აქვს, საიდან შეხედავ, მაგას გააჩნია და ყოველთვის ვცდილობ შეხედავ პოზიტიური მხრიდან და ამ ნეგატიური ფაქტითაც რაღაც პოზიტიური წამოვიღო რა. ეგ საინტერესო კუთხეა, რომელზეც ხოთა შორის ბევრი ინსაიდი არ მომისმენია. ხო, გაატარო ოჯახთან ეგ დრო და ამით მიიღო ეს ენერგიები, რომელსაც მე აქ დახარჯებ. კარგი. ხო, თავდადებას რომ მიჩვეულია, შენგან გულშემატკივარ ეგ იცი ისედაც. 72 საათში 4 თამაში ჩაატარე. მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე რეალობაში ადამიანები შეიძლება ბევრს მუშაობდნენ, 72 საათში 4 მატჩი მაინც ძალიან ბევრია. ფიზიკურად როგორ შეძელი ეგ ყველაფერი და აი მან რა ტრიალებს, რომ ტკივილები, იმის აღდგენა, ეგ ყველაფერი ეგ პროცესი უნდა გაიარო და მაინც მიდიხარ იმისთვის, რომ დაეხმარო შენს გუნდს და დაეხმარო შენს ნაკრებს. აი ეგ თავდადება ხო, მან უკვე მიდის მენტალურ ხარეზე უკვე. ანუ ავტოპილოტზე კრენდება და ყველას ვეუბნები, რომ ნუ მეკითხებით, როგორ ვარ, ნუ მეკითხებით, დაღლილი ვარ თუ არა. ნუ მე არ შემეკითხოთ. იმიტომ როგორც კი მაგ ეჭვს ან ფიქრს შემოუშვებ გონებაში, სხეული იღებს ამ ინფორმაციას და იწყებს უკვე ისე მოქმედებას, რომ როგორც რეალურად არის, ხო? მაგრამ twins ბევრი რამე შეუძლია, რა twins შეუძლია, რომ ბევრი რამე დაბლოკოს, ბევრი რამე როცა დაღლილი ხარ სხვანაირად ენერგია მოგცეს ამ პირიქით, როცა არ ხარ დაღლილი და თქვა რომ დაღლილი ვარ, შეიძლება მართლა დაღლილი ვიყო რა. ხო და ამიტომ მან უფრო მენტალური მხარე ერთობა ხოლმე რა. რაც ბევრი შრომიდან და ბევრი ასე ვთქვათ დროის დათმობის შემდეგ გამიძლიერდა ესე ვთქვათ რა მენტალური მხარე რა და ძირითადად მაგ პერიოდში ეგრე ფანჯრები როცა არის ხოლმე ეს ნაკრების ფანჯრები უკვე მაგ მოუძე გადავდივარ რომ ოკეი არ მკითხოთ არაფერი თუ როგორ ვაკეთებ ამას რა ლოკომოტივი კაპიტანი რომელიც ეს ჩაჯდება და გაიტანს აი ამ მატარებელს და გაუწყობ ხო არის შენს კალაბურჩი ეგ მნიშვნელოვანი ასპექტები მაინტერესებს თვითონ აი ეს გრაფიკი ხო 72 საათში ჩაატარებინო კალაბურთელს 4 მატჩი, თუმცა სამართლიანი ჩემი აზრით არ არის. მოთამაშეების ხმა როგორ აისახება ზოგადად. აქ გადავალთ მნიშვნელოვან საკითხზეს, რაც უკვე სხვა უფრო ინდივიდუალურ მოთამაშეების ხედვის თემას შეეხება და მოთამაშეების ხმა თუ ახდენს გავლენას, იმიტომ რომ ეგ წესი შეიცვალა, რა შენი 72 საათიანი ჯურნის მოგზაურობის შემდეგ ეგ წესი შეიცვალა. როგორ აისახება რეალურად კალაბურთელების სურვილები თუ გულისწყობები ამ ყველაფერში? რა გქონია, რა გამოცდილებები გქონია? რთული მომენტია რა, იმიტომ რომ მოთამაშეებს აყენებ ისეთ მდგომარეობაში, რომ არჩევანი გააკეთონ ნაკრებსა და გუნდს შორის და არა მარტო ნაკრებსა და გუნდს შორის, მათ ჯანმრთელობას შორისაც რა. რთული მომენტია ძალიან, ეს არ უნდა იყოს ჩემი აზრით. არც უნდა ვიდგეთ ამ დილემის წინაშე, მაგრამ მე დავინახებ ის ფაქტიც, რომ საუბრით ეს პრობლემა არ გვარდება. უკვე ძალიან დიდი წლებია, რომ ერთი და იგივე პრობლემა არსებობს და აზრის დაფიქსირებით საუბრით არ გვარდება ეს პრობლემა რა და ნუ ჩემი პირადი მიზანიც ეს იყო, რომ ოკეი, მოდი გავაკეთებ ესეთ სამაგალითო იმასაც. არ იყო ეს რაღაც ასე ვთქვათ, რაღაც გმირობის ცდელობა ან რაღაცა რა, ანუ ჩემთვის როდესაც კი თუ ფიზიკურად არის შესაძლებელი რომ ჩამოვიდე ნაკრებში, აუცილებლად შევეცდები რომ ჩამოვიდე რა და რამაც შედეგი გამოიღო, ასე ვთქვათ რა. არა მარტო ჩემს სასარგებლოდ, არამედ სხვა მოთამაშეების სასარგებლოდაც, ვისაც ნაკრებში წასვლა უნდოდა და არ ქონდა შეიძლება ის რესურსი ან არ ქონდა ის შესაძლებლობა რომ წასულიყო. ხო, მე მინახი ხარ საქართველოს ნაკრების თამაშის მერე იმავე დღეს აეროპორტში მიდიოდი, ბრუნდებოდი კლუბში და იქ უნდა გეთამაშა კალაბურთი. შენთვის მარტო შეუმჩნევლად ვერ იდექი, მაგრამ ხო, სტამბეჭდავი იყო მაინც ეგ ყველაფერი, უცებ პროფესიონალი
ნაკრების კაპიტანი, ამის შემდეგ მიფრინავს გუნდში ჩვეულებრივად და უნდა გააკეთოს თავის საქმე. მაგარია ეგ რაღაც. მაგალითის მიმცემია ადამიანებისთვის. ევროლიგის მოთამაშეთა ასოციაციის პრეზიდენტი. ჯერ მოდი აგვიხსენი, რას მოიცავს, რა უნდა გააკეთოს ევროლიგის მოთამაშეთა ასოციაციამ და შემდეგ ამდენად განსხვავებული პასუხისმგებლობაა ეს. ეგ ყველაფერი, რაზეც ამ წამს ვისაუბრეთ, ალბათ აქცენტირებას აკეთებს, ხო? მოთამაშეების უფლებებზე, სად გადატვირთვაზე, სად შეიძლება რომ რაღაც პატარა შეღავათები გაუკეთონ, იმიტომ რომ თქვათ რომ ევროლიგაში ხელანაზღაურებები ნამდვილად არ არის როგორც დასავლეთში არა ხო? ჩვეულებრივი სამსახურის საქმეა, რომელიც უნდა ასრულო ყოველკვირეულად. მოყევი ცოტა აი ამ რაღაცაზე. მე ძალიან მაინტერესებს ეგ მხარე, სპორტის ეგ მხარე, რომელიც ჩანს არ მხოლოდ კორტზე, როგორ ფორმაში ხარ, რა მაინდსეტით თამაშობ, არამედ იმის მიღმა უკვე ყოველდღიურ ამბებში, როცა იცი რომ დაღლილი ხარ, იცი რომ შეიძლება რაღაც იდეალურად არ მიდიოდეს და ამის შეცვლა გინდა. ისევ მოთამაშეების და შენი უსაფრთხოებისთვის. მოკლედ, ეს მოთამაშეების ასოციაცია ჩამოვაყალიბეთ, იმიტომ რომ ძალიან დიდი პრობლემები იყო თვითონ ევროლიგაში. არ იყო სათანადო პირობები, არ იყო სათანადო სტანდარტები მოთამაშეებისთვის, იმიტომ რომ ევროლიგა იყო ბრენდის ხრივ სადღაც აქ, ამბიციები ჰქონდათ სადღაც აქ, მაგრამ მოთამაშეების treatment-ი ესე ვთქვათ, გვექცეოდნენ რაღაც დაბალ დონეზე, ესე ვთქვათ რა. იყო მოიცავს ეს მგზავრობის პრობლემას, მოიცავს ეს ხელფასების დაგვიანების პრობლემას, მოიცავს ეს კალენდარის რაღაც მოდი ესე ვთქვა არაგონებრივად დაგეგმვის პრობლემას და ძალიან ბევრი სხვა წვრილმანილი თემები იყო რა, როგორ სასტუმროებში ვრჩებით, რომელ საათზე არის ფრენა, რატო ამ საათზე და რატო არა, იმიტომ რომ აქ უფრო იაფია ფრენა და მოკლედ ესეთი რაღაცეები რა და არ იყო, ანუ ყველას ჰქონდა სხვადასხვა პრობლემა, მაგრამ არ იყო ორგანიზაცია, არ იყო რაღაც ისეთი სტრუქტურა, რომელსაც მიეცემოდა ძალაუფლება, რომ ეს მოლაპარაკებები წარედგინა ევროლიგასთან. ამიტომ შევქმნით ჩვენი ასოციაცია, ჩამოვაყალიბეთ თუ არ ვცდები 11 წლის წინ და დავიწყეთ ნელ-ნელა ამ პრობლემების მოგვარება რა. დღეს ვართ უკვე ასე ვთქვათ, ბევრად, გაცილებით ბევრად უკეთეს პოზიციაზე. მაგრამ დღესაც არსებობს რეალური პრობლემები, რაც ძირითადად არის ეს გიჟური კალენდარი, ესე დავარქვათ, იმიტომ რომ რეალურად, რა ვიცი, ამდენი თამაშის ჩატარება ესე მოკლე დროში და თან დუბაიც ჩაერთო ეხლა, იქით ფრენები, ხო ხდება, ანუ ძალიან რთული პერიოდი შეიქმნა და თან პარალელურად არის ეს FIBA-ს ფანჯრები, ნაკრების თამაშები. და მოკლედ ძალიან რთული ეს არის საკითხი არის ეს და გვინდა რომ ეს მოვაგვაროთ რა. ძირითადად დღესდღეობით ყველაზე აქტუალური თემა გვაქვს ეს. ჩვენ ვიცით ვაანალიზეთ რომ არ გვინდა რომ იმას არ ვიძახით რომ რაღაც ნაკლები ვიშრომოთ, ნაკლები ვითამაშოთ, უბრალოდ გვინდა რომ ისეთი პირობები შეგვექმნას რომ აღდგენილები შევხვდეთ ყველა თამაში, იმიტომ რომ დღის ბოლოს ეს ყველაფერი აისახება თამაშის ხარისხზე. რაც ეს როგორც ჩვენს ინტერესში შედის, ისევე ასევე გუნდების და ევროლიგის ინტერესშიც რა. ხო, ევროლიგის ლეგენდა, შემდეგ თავს ასე ქვია და იცი რა, საერთოდაც არ ვეჭობ, როცა ამ სიტყვას ვიძახი. ევროპული კალათბურთის ლეგენდა ხარ. კი, იმ საქმით, რაც გაიკეთებია თუნდაც კლუბებში და რაც გაიკეთებია ნაკრებში. შენი სახელი იცის ყველა კალათბურთის მოყვარულმა ამ კონტინენტზე იცის შენი სახელი და ყველა ადამიანში უდიდესი პატივისცემით სარგებლობ. იმით როგორც იქცევი კორტზე, ასევე მიღმა და ეს ყველაფერი არის ინსპირაციის წყარო. ყველაზე პატივსაცემ კალათბურთელად დაგასახელეს ცოტა ხნის წინ მოთამაშეები. რაც განსაკუთრებული აღიარებაა, ხო? როცა შეიძლება არაზუსტ ალაპარაკობ ხოლმე შენ თავზე, არ გიყვარს შენ თავზე საუბარი, მაგრამ მოთამაშეებმა გადაწყვიტეს, რომ ყველაზე პატივსაცემი კალათბურთელი ხარ. მაინც ცოტა გითხარი, რას ნიშნავს ეს ყველაფერი. ხო, ამ ლეგენდაზე ვიტყვი ჯერ, რომ ეს ამას უფრო ალბათ დრო იტყვის რა, ესე რაღაც ჩემ თავზე ამას მე ესე ვთქვათ ვერ ვიტყოდი რა, ჯერჯერობით მაინც აქტუალური კალათბურთელი ხარ, რთულია ამის თქმა, ამას დრო დაგვანახებს ყველაფერს და რაც შეეხება
ყველაზე პატივსაცემ ტიტულს ვიტყოდი, რომ აი მართლაც განსაკუთრებული ჯილდო არის რა. როგორც გითხარი, რომ რაღაც არ ვარ დიდი მოყვარული ეს ინდივიდუალური ჯილდოების, მაგრამ ამაზე ვიტყვი, რომ ეს ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე განსაკუთრებული ჯილდოა, იმიტომ რომ მოთამაშეები, არა მარტო შენი თანაგუნდელები, სხვა მოწინააღმდეგე მოთამაშეებიც გაფასებენ და აფასებენ იმ საქციელებს, იმ ღირებულებებს, რომელიც შენ გაგაჩნია. და არა მარტო ამას ხედავენ. ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის რა. ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანია და მინდა მათ მადლობა გადაუხადო რა. ეს არ არის ისეთი ჯილდო, რომელსაც კარგი სტატისტიკით მიიღებ, ან რაღაცის ტიტულის მოგებით მიიღებ, ეს არის ჯილდო, რომელიც წლების განმავლობაში შრომით მიიღება რა და მიხარია, რომ ეს დაინახეს და დააფასეს. არა, მაშინ ღირებულებებზე კითხავ. რა არის ის ფასეულობები, რამაც ეს ყველაფერი მოგიტარა? მოდი, შენი თავიდან არ ილაპარაკებ მაგაზე მაინც. რა ფასეულობებზე უნდა გაიზარდოს ახალგაზრდა ათლეტი და ახალგაზრდა სპორტსმენი? მაშინ ესეთი რჩევა მოგვიწევს, რომ დაახლოებით ამ დონეზე გავიდეს. რა არის ეს, ანუ ერთგულება და პატივისცემა ალბათ რა. დღის ბოლოს ყველას ისე უნდა მოიქცე, ხო, როგორც შენ გინდა რომ მოგექცნე რა. ანუ არ აქვს მნიშვნელობა ეს შენი თანაგუნდელი იქნება, შენი გუნდის პრეზიდენტი, ფიზიოთერაპევტი თუ ის ადამიანი, ვინც გასაკეთებს აღაგებს, შესაძლოა დილით ადრე ვარ და ხდება, ხო, ანუ ეს პატივისცემა და სტატუს არანაირი ისე უნდა ქონდეს, ანუ პატივისცემა ყველა ადამიანს ერთნაირად რა და უნდა იყოს ერთგული რა და ამას რო დაინახავს ყველა ალბათ მათთან იქნება უკან რეპუტაცია რა. მადლობა დიდი. მადლობა მოკლედ ძალიან. თოკო, ინტერვიუს ეს ნაწილი უკვე ნაკრებიდან საკლუბო კალაბურზე გადავიტანოთ. თან ბარსას ფანშოპში ვართ. და ბარსაში თამაშობ ერთ-ერთ ყველაზე ისტორიულ გუნდში. ამ გუნდს ისტორია აქვს თავისი ფეხბურთის დიდი ბექგრაუნდი და ასევე არანაკლებ მნიშვნელოვანია ბარსა როგორც საკალათბურთო მონსტრი, ხო? თავის გარემო. შენი პირველი წელი იყო. არ გამოვიდა ევროპულ ასპარეზზე, ისე პლეინის ცოტა წარუმატებელი ამბავი იყო, მაგრამ სამაგიეროდ ესპანეთის ჩემპიონატის ფინალი ითამაშეთ. მოყევი აბა რა განსხვავებებია, იგივე თუნდაც ბასკონიას შორის და იგივე ამ ბარსას შორის. როგორი ატმოსფეროა და რა ხდება ზოგადად კლუბი, რომელიც კლუბზე მეტია როგორც თავად ამბობ. კი. ესე არის. ყველა კლუბში, დიდ კლუბში, სადაც მითამაშია, ყველას აქვს თავისი ისტორია, რომლითაც თვითონ ძალიან ამაყობენ რა თვითონ კლუბი, გულშემატკივარი და იგივენაირად არის ბარსელონაშიც რა. რა თქმა უნდა, ეხლა ყველაზე დიდი განსხვავება რაც არის, ალბათ ისტორიის ხრივ, ყველაზე დიდი კლუბია, სადაც მითამაშია და ცნობადობის ხრივ, რა სადაც არ უნდა წახვიდე რომელ ქვეყანაშიც, ყველა მისის FC ბარსელონა რა. ხო და ერთ-ერთი კიდე ყველაზე დიდი სხვაობა რაც არის, ის არის რომ იახსენებ ფინალში გავედით, მაგრამ ეს წარმატებად არ ითვლება რა. როცა ბარსელონაში თამაშობ, პროგრამა მინიმუმი არის მოგება. ო, ძალიან ცნობილი თანაგუნდელები გყავს, რომლებსაც უთამაშიათ დიდ სცენაზე. რა ურთიერთობა აქვს? კარგი კონტინგენტი თამაშობს ახლა ბარსაში, სიტუაცია როგორია? განწყობრივად როგორ გასაგებია რომ ცოტა ყოველთვის მეტი უნდა ბარსას, მაგრამ განწყობრივად როგორი სიტუაციაა ბარსაში? ქალაქიც როგორია ეგეც მაინტერესებს. ძალიან კარგი, დადებითი. შარშან ისეთი მოთამაშეებით ვიყავით, წელს ისეთი მოთამაშეებით ვიყავით დაკომპლექტებული, რომელიც ძალიან დიდი გამოცდილება ჰქონდა რა ჩვენ გუნდს. ასაკითაც ძალიან ისე ვთქვათ, დიდები ვიყავით, მაგრამ მე უფრო ასაკს არ მივაქცევდი ყურადღებას. გამოცდილება ჰქონდა ძალიან დიდი, რის ხარჯზეც, ესე ვთქვათ, გავედით ბოლომდე ფინალში რა, იმიტომ რომ
ფიზიკურად უკვე თითქმის აღარ შეგვეძლო ტრამვებიდან გამომდინარე, გქონდა რაღაც ორთვიანი, სამთვიანი პერიოდები, სადაც 9 კაცი თამაშობდით ხოლმე რა, იმიტომ რომ ბევრს ტრამვა ქონდა მიღებული რა და ისე აღმოჩნდა, რომ არავინ არ ელოდებოდა ჩვენ ბოლომდე გასვლას, იმიტომ რომ იძახდნენ, რომ კი გამოცდილება კი აქვთ, მაგრამ ენერგია არ ეყოფათ რა და არის რაღაცები, რასაც გაზომავ, ციფრებს დავუწერ, როგორც ასაკი, მაგრამ არის რაღაცები, რასაც ვერ გაზომავ რა და ეს იყო ჩვენი, ასე ვთქვათ, კონკურენტუნარიანობა, ჟინი და გამოცდილება, რაც ჩვენ გუნდს ჰქონდა, რამაც გაგვიყვანა ფინალამდე რა და ფინალში ისე მოხდა, რომ შევხვდით ყველაზე ახალგაზრდა გუნდს, რომლებიც ისე დარბოდნენ მოედანზე, რომ ხო, ძალიან გაგვიჭირდა. კი გქონდა რა პირველ თამაში კი მოვიგეთ და იმ თამაშებში, რომლებიც წავაგეთ, ესე რაღაც გამოსოცხლები კი. მაგრამ ნუ დღის ბოლოს მაინც, ასე ვთქვათ, არ გამოვიდა ეს, რაც მინდოდა. ხო, ბრძოლა იყო აშკარად, უბრალოდ ხო, მაინც მართლა აკოცე ამბობენ, რომ დამსახურებულად მოიგეს ნამდვილად. კომაგების კულტურა მაინტერესებს. ყველაზე მეტად მაინტერესებს ატმოსფერო, ჩვენ კამერებს მიყვა ვისაუბრეთ, რომ ძალიან დაუფასებელია კალათბურთის კომაგების ატმოსფერო, რომელსაც ძირითად შემთხვევაში ევროპაში ქმნიან. ბალკანეთი, საბერძნეთი, თურქეთი, იტალიაც, ასევე. რა ხდება ესპანეთში და რა ხდება ბარსაში მაგ? კი, ესპანეთშიც სიმართლე და ბასკონიაში რო ვიყავი, ძალიან მაგარი სიტუაცია იყო იქაც მაგ ხრივ. ერთ-ერთ საუკეთესო ფანები ვყავდნენ თუ არა საუკეთესო მაგ პერიოდშიც. მიუხედავად იმისა, რომ ერთ-ერთი ყველაზე დიდი დარბაზი ჰქონდა, მაინც ივსებოდა თითქმის ყველა თამაშს ამ თამაშების დროს. და ბარსელონაში არის ერთ-ერთი ყველაზე პატარა დარბაზი გვაქვს ესპანეთის ლიგაში. მაგრამ ისეთი მაგარი ატმოსფეროა, რომ აი რო გითხარ, უნდა გავზარდოთო, შეიძლება არ გერჩინოს რომ გაზარდო. რათა მაინც რაღაც ისტორიული დარბაზი არის, უკვე წელს 100 წელი უსრულდება და წელს მითხეს 100 წელი რო უსრულდება, წელს უნდათ რომ დაიწყონ უკვე ახალი დარბაზის შენება, რა სადაც გადავალთ ალბათ 3-4 წელიწადში. ხო და ესე ვთქვათ, ფანებს რო შევეხოთ, არიან ძალიან მაგარი ფანები, ძალიან მომთხოვნები არიან, როგორც გითხარი, ეს იდენტურობა ბარსელონა და მოგება ერთმანეთთან ასოცირდება. მაგრამ მეორე მხრივ თუ ხედავენ, რომ შენ ყველაფერს აკეთებ და ყველაფერს დებ იმ თამაში, რომც წააგო, მაინც შენ გვერდით არიან რა. კი, ბარსას მახასიათებელი არის. კი. ყველაზე მაგარი ჩემპიონატია ალბათ ესპანეთის ჩემპიონატი. ეს საშუალო დონე რო აიღო, მთლიანობაში არ აქვს მნიშვნელობა კი ევროპულ ტურნირს მოიგებს თუ არა ესპანური გუნდიდან, აღშად იგებენ კიდეც, ცალკე ბარსა და ცალკე რეალიც. მაგრამ ყველაზე რთული და ალბათ ყველაზე შრომატევადი სივრცე. ანუ ევროპაში ალბათ უფრო მაღალი დონის კალათბურთს, ალბათ არა, უფრო მაღალი დონის კალათბურთს არსად არ თამაშობ. კი, ესპანეთის ლიგა არის დაკომპლექტებული ძალიან მაღალი ხარისხიანი მოთამაშეებით, მაღალი ხარისხის ტრენერებით. ტემპი აქვს ძალიან მაღალი და ასევე მაღალი IQ-ს მქონე ტრენერები და მოთამაშეები არიან და ამ ყველაფერს ერთად შერწყმა ქმნის ძალიან მაღალი ხარისხის პროდუქტს. ერთხელ ძალიან საინტერესო და თუ კონკურენტუნარიანი ადამიანი ხარ, ძალიან საინტერესოა მაგ ჩემპიონატში თამაში. მაგრამ მეორე მხრივ, წინაზე რაზეც ვისაუბრეთ, ეს გადატვირთული გრაფიკიდან გამომდინარე, აი ამოსუნ თქვის საშუალება არ გაქვს, იმიტომ რომ აი რაღაც ლიგები, სადაც 2-3 გუნდი ყავს და დანარჩენთან შეგიძლია რომ დაისვენო, იმიტომ რომ არის თამაშები, სადაც 20-30 ქულით იგებ ხოლმე და ესპანეთის ჩემპიონატში ეს არ ხდება. აქ ყველა ბოლო ადგილის გუნდთანაც წაგვიგია ჩვენ თამაში გასვლაზე, იმიტომ რომ მოვდივართ ორმაგი კვირიდან დაბლ ვიქს ეძახიან, რომ ორი თამაში გაქვს ევროლიგაზე და უცბად მერე ერთი დღე გაქვს იდეაში მოსამზადებლად პლუს გზავრობა ამ ერთ დღეში და უნდა წახვიდე თამაშო ისეთ გუნდს, რომელიც მთელი კვირა გაანალიზებენ და შენთვის ემზადება რა ხო და რთული, მაგრამ საინტერესო რა ამავდროულად. გამომწვევი. და ჩემი მომდევნო კითხვაც მაგაზე იყო და ზუსტად შენ დაიჭირე ჰუკით მწვრთნელები, ვისთანაც გიმუშავია. და აი ამახასიათებლები აქვს, რა ნიშები აქვს და თქვი რომ მაღალი IQ-ს მწვრთნელები არიანო. და ცოტა ჭადრაკსაც გავს ეს ყველაფერი, რა ეს ყველაფერი პროცესსაც გავს. აი ესეთ გამორჩეულ სამწვრთნელო ისტორიებზე თუ მოგვიყვები,
რაც გამოშეულ დეტალებს, რომლებიც არასაჭირო ინსაიდერები ვიცოდეთ, მაგრამ აი ესეთი რომელიც კომაგებს და კალაბურთის მოყვარულებს ესე ამონებთ. იცი არის ესე აი ერთი მწვრთნელი რომ გამოვარჩიო ძალიან მიჭირს რა, იმიტომ რომ ყველამ სხვადასხვა რაღაც მასწავლა რა, მყავდა ტრენერები რომელსაც მასწავლეს ტაქტიკის მხარე, მყავდა ტრენერები რომელმაც გამიძლიერეს მენტალური მხარე, ტრენერები რომელიც დამეხმარნენ თუ მესწავლა როგორ უნდა გადამელახა რთული პერიოდი, ტრენერები რომლებმაც მასწავლეს ეს და მომცეს უფლება რომ ყოფილიყავი ლიდერი და ასე შემდეგ რა, ხო და ყველა ტრენერს და ყველა მომენტს თავისი დატვირთვა ჰქონდა რა და გამიმართლა იმაში რომ მთელი ჩემი საკლუბო და სანაკრებო კარიერაში მყავდნენ ესეთი ასე ვთქვათ სარჩინებული და წარმატებული ტრენერები რა. აუ, რადგან მან მივედით ჩემ მეგობარზეც ვისაუბროთ. მანუჩარზე ვისაუბროთ, რომელმაც რთულ პერიოდში ჩაიბარა გუნდი და გუნდმა მიაღწია წარმატებას. როგორ შეაფასებდი მანუჩარის? მანუჩარი რომ ძალიან ჭკვიანი მოთამაშე იყო, ყველას კარგად გახსოვს. საოცრად განსწავლული და ზუსტად იცოდა სად რა უნდა გაეკეთებინა. მწვრთნელიც ასეთია როგორც ჩანს. აი როგორც აღნიშნე რა, რამდენადაც გამიხარდა, იმდენად არ გამკვირვებია მისი წარმატება რა, იმიტომ რომ ჩვენ ვინც მანუს გვერდით თამაშობდით და ვიცნობდით მანუს, უკვე ახასიათებდა მწვრთნელური თვისებები რა. თან ნავი რამდენი წელია ვთამაშობ კალათბურთს და შემიძლია თამამად თქვა რომ მანუ არის ალბათ ტოპ 3 ყველაზე პროფესიონალური მოთამაშე, ვისთანაც მითამაშია რა, ანუ 9 საათზე რო ძილის რო იყო 9 საათზე იძინებდა რაღაცა ეს რო უნდა ეჭამა, ამაზე მეც არ ჭამდა, რაღაც უნდა ამდენი წყალი დაილი, ამაზე მეც წყალს არ სვავდა და ანუ ძალიან ყურადღებას აქცევდა ამ ყველაფერს რა, ყველაზე პროფესიონალური ალბათ. და აქედან დისციპლინა ქონდა ძალიან მაგარი და აქედან გამომდინარე თან როგორც აღნიშნე შენ მოედანზეც ყველაფერს ხედავდა რა, ეს მწვრთნელური თვისებები ქონდა რა და აქედან გამომდინარე არ გამიკვირდა სიმართლე გითხრა, მაგრამ ძალიან გამიხარდა რა და ყველაზე ძალიან იმიტომ გამიხარდა რომ ძალიან რთულ მომენტში ჩაიბარა ეს გუნდი და მის ადგილას ბევრი ალბათ თავს აარიდებდა რა, რომ ამ მომენტში ესეთი გუნდი ჩაებარებინა, იმიტომ რომ ყველაფერი ნიადაგი შექმნილი ქონდა იმისთვის, რომ წარმატებისთვის არ მიეღწია. და ამ თვისებებთან ერთადაც გითხარი, მანოს ეს გამბედაობის თვისებაც ახასიათებდა და ეს ჟინიც რა და ჩემი აზრით ამან მიაღებინა, გადაადგმევინა ეს ნაბიჯი, რომ ჩაებარებინა ეს გუნდი ეს ერთ რთულ მომენტში და 7 მოთამაშე ყავდა წარმოიდგინე, 7-8 მოთამაშე თამაშობდა და მიაღწია წარმატებას. ხო. ძალიან მაგარია, ძალიან დიდი არ მგონია რომ ესეთი ისტორიაში მე არ მახსოვს ესეთი ტრენერი რომ ესე ამ დროს ჩაებარებინოს როგორც ასისტენტ ტრენერს და ახლა წარმატებისთვის მიაღწიოს. ხო, წარმატებები. გენიალური ნიკნეიმით ძალიან დიდი ქართველი გალბურთელი. კი. იმედი მაქვს რომ უფრო დიდ კლუბში პირველ ტრენერად ვიხილავთ მალე. ჩვენს მაგის იმედი გვაქვს, წავედით ამერიკაში. კითხო უნდა NBA-ზე, ხო, ვერ გავექცევით. გასაგებია რომ ევროპულ გალბურთს თავისი დიდი ნიშა აქვს და მართლა ჭადრაკია, მაგრამ NBA-ში ამბობენ რომ ჩვენ სოფიო ჩემპიონები ვართო ხშირად. მე მაინტერესებს მაინც სხვა რაკურსიდან. ნიუ-იორკი გახდა ახლა NBA-ს გამარჯვება. შენ კიდე ბრუკლინში თამაშობდი. რა ხდება მათ? სერიოზული რაივალია თუ ცოტა გამოგონილია ეს ყველაფერი? და ძალიან არ უნდათ ბრუკლინელებს ნიუ-იორკის გაჩემპიონება თუ შეიძლება ცოტა გაუხარდათ კიდეც. როგორ არის ეგ ამბავი? ამ მომენტში არ ვიცი როგორ იყო ეგ ამბავი, შეიძლება ძალიან არ გახარებოდათ რა, მაგრამ ალბათ უფრო კი, იმიტომ რომ ბრუკლინი მაინც ნიუ-იორკის ასე ვთქვათ დიდი უბანია, ხო? ხო და დღის ბოლოს მაინც უნდა გახარებოდა რა. ერთმანეთში კი აქვთ ეს რაღაც კონკურენტუნარიანობა, მაგრამ ყოველთვის ხა მაინც ნიქსი ისტორიულად ნიუ-იორკში დაარსებული გუნდი არის და ბრუკლინი წამოვიდა ნიუ-ჯერზიდან რა და მაინც რაღაც პატარა ძმის როლში ამპლუაში მოხვდა თავიდანვე რა და მაგრამ ჩემი აზრით სწორი მიმართულებით მიდიან და სწორი და ასე ვთქვათ სწორი მენეჯმენტის ქვეშ შეიძლება რომ დიდ წარმატებასაც მიაღწიონ, იმიტომ რომ ყველა რესურსი აქვთ მათ ამისთვის რა. NBA-ში გატარებული წლების მთავარი პლუსი რა იყო? რა დაგიტოვა ყველაზე მნიშვნელოვანი? გამოცდილება რა.
სხვა სახის გამოცდილება მივიღე ისეთი მოთამაშეებისგან, რომელსაც ბავშვობაში YouTube-ში უყურებდი ხოლმე და უცბად აღმოჩნდი გასახდელში მათ გვერდით რა. მოთამაშეები როგორიც არის კევინ გარნეტი, პოლ პირსი, დერონ უილიამსი, ჯო ჯონსონი, დერიკ როუზი, ჯოკიმ ნოა და ასე შემდეგ, მარკ ბუზერი. და ვისწავლე ყველასგან რაღაც თვისებები ავიღე და ალბათ ერთ-ერთი ყველაზე დადებითი მხარე რაც შემიძლია დავინახო ეს არის რა. სანდრო გადავიდა ლეიკერსში. კი. მაგარი ამბავი. კი, ძალიან. ლეიკერსში ქართველი. კი, ძალიან მაგარი. კაი ფორმაშია. მაგარ ფორმაშია და დამსახურებულად ყველაფერი, კონტრაქტიც, ეს ლეიკერს ყველაფერი დამსახურებულად, იმიტომ რომ მამუმ რაც გამოავლინა არის მოთმინების უნარი რა, იმიტომ რომ ჩემი აზრით აქამდე ბევრად ადრე იმსახურებდა რომ შანსი მიეცათ და ეთამაშა, იმიტომ რომ რამდენჯერაც მიეცეს შანსი დაამტკიცა რომ თამაში შეუძლია. და წელს როგორც იქნა ტორონტომ მიცა შანსი ათამაშა და ყველას დაანახა თუ რა შეუძლია რა და მიხარია რომ დაუფასდა ეს შრომა. ხო, თან ლეიკერსში მე მგონი ცოტა ახლებურ გუნდს აწყობს და მაგ გუნდში მე ჩემს დიდი როლის ექნება. მაგარი ამბავია. წავედით მაშინ სადაც ამერიკა ექსპორტის მენეჯმენტიც აუცილებლად არის და განათლება. და მოკლედ სპორტის მენეჯმენტსაც სწავლობდი. აქტიური კარიერის პარალელურად, ხო. ეხლა რა ეტაპზე ხარ? მორჩა ეგ ყველაფერი და ცოტა ხნით შეჩერებულია თუ კიდევ არის შენს ინტერესებში რომ გაგრძელდე და ამ ხრივ განავითარო შენი ცოდნა. ვიცი რომ ზოგადად კორც მიღმაც რაღაცების სწავლა შენი ერთ-ერთი მთავარი ჰობი და გასართობია. კი, დავასრულე ეგ პერიოდი, ავიღე მასტერი სპორტის მენეჯმენტში და ლეგალურ მხარეში. ყოველთვის მაინტერესებდა რა იყო მოედნის მიღმა რა. მოთამაშისთვის ხშირად ასე ვთქვათ, ერთხარეს ხედავთ ხოლმე რა, რომ მოდიხარ, ვარჯიშობ, თამაშობ და მორჩა რა და სპორტული სამყარო არის ბევრად დიდი. იქ არის მენეჯმენტი, ფინანსები, მარკეტინგი, მართვა, ეს ყველაფერი მაინტერესებდა ძალიან. ხო და აქედან გამომდინარე, ეს მოგვეცა შესაძლებლობა ისე და ისე მოთამაშეთა ასოციაციის საშუალებით, რომ მივიღო მონაწილეობა ამ პროგრამაში. და ყოველთვის ვცდილობ, რომ განვითარდე რა, იმიტომ რომ ყველამ ვიცით, რომ სპორტი არ არის სამუდამო არის სადაც დროებითი და არ მინდა რომ როდესაც მორჩები, მეორე დღეს დავსვა შეკითხვა თუ რა გავაკეთოთ შემდეგ. მინდა რომ ნელ-ნელა ნიადაგი მომამზადო, გავერკვიო რა მომწონს, რა არ მომწონს აქედანვე და შემდეგ გავაგრძელო უკვე შემდეგი კარიერა. მაგაზე მაქვს ზუსტად კითხვა. არ ფიქრობ, რომ აი თანამედროვე სპორტისთვის განათლება ისეთივე მნიშვნელოვანი გახდა? ან უნდა იყოს შეიძლება არ გახდა, მაგრამ უნდა იყოს როგორც ვარჯიში. თანამედროვე სპორტსმენი, რაც უფრო ჭკვიანია, მით უფრო უკეთ არ თამაშობს რაღაც სხვადასხვა სპორტის სახეობებს. უფრო მეტად იცი არის, დღის ბოლოს განათლება ვერ მოგაგებინებს მარტო, ანუ იმდენად მნიშვნელოვანი როგორც ვარჯიში შეიძლება არ იყოს. დღის ბოლოს არჩევანი რო ქონდეს, მაინც ვარჯიშს უნდა დაუთმო უფრო მეტი დრო ვიდრე განათლებას. მაგრამ დიდ პლატფორმებზე, როგორც არის NBA, EuroLiga, ACB, ესეთი პლატფორმები, ხო? ანუ მანდ უკვე ფიზიკურად ყველა თითქმის ერთ დონეზეა რა და თუ ნახავ ეს გამორჩეული მოთამაშეები ვინც არიან, ეს გადამტეხი ფაქტორი რაც არის, ეს არის IQ-ს თემა რა და ეს IQ მოდის სხვა რაღაცებისგან, სწავლისგან. თუნდაც სწავლა არ არის მაინდა-მაინც რომ წიგნი გადაშალდა, რაღაც მეცნიერება შეისწავლოს. სწავლა არის ეს ვიდეო სწავლაც, თამაშის სწავლაც, ხო? ესე ქვია თუ შეისწავლო როგორი ტაქტიკით თამაშობს შენი მოწინააღმდეგე, ის მოთამაშე რომელსაც დაიჭერ რა დადებითი და რა უარყოფითი ძლიერი სუსტი მხარეები აქვს. ხო, ეს ყველაფერი twin სხვანაირად ავარჯიშებს რა და იმის მიღმა თუ გინდა რომ შენ სხვა უფრო რაღაც ჩართო თუნდაც ფინანსების მხრივ, თუნდაც რამდენი ინტერესი არსებობს, ხო, ან მენეჯმენტის მხრივ, ეგეც ძალიან გეხმარება სხვათა შორის, რა, იმიტომ რომ twin სხვანაირად მუშაობს, მაინც ვარჯიშობს და ისეთ რაღაცებს იხსენებ, რაც სკოლის მერე არ გაგივლია რა და გინარგინა გეხმარება ბევრ რაღაცაში, იმიტომ რომ დღევანდელი კალათბურთი სისტრაფეზეა დაფუძნებული და ეს სისხარტე გჭირდება ეს გადაწყვეტილების მიღებაში გეხმარება რა, სწრაფი გადაწყვეტილების მიღებაში. ოვენბის მაგალითიც ვახსენეთ, ხო, წიგნის დადის და ბევრი სპორტსმენია ჭადრაკს თამაშობს და ამით
მიუმჯობესებს თითქოს რაღაც თავის გონებრივ ვარიანტებს. ხო, ნაკრების თემას რო დაუბრუნდეთ, როგორ წარმოგიდგენია, ანუ როგორ ვითარდება საქართველოს ეროვნული ნაკრები? იმიტომ რომ ფაქტია, ყავს სახელები, ყავს მოქმედი დიდი კალათბურთელები და ყავს კალათბურთელები, რომლებიც მომავალში უნდა ულიდერონ. გვაქვს იმედი, რომ ისევ გავაგრძელებთ ცვლას და ისევ ძლიერი ანგარიშგასაწევი და შეიძლება ამაზე უფრო მეტი შედეგების მომთხოვნი ნაკრებიც გვეყოლება. როგორ ხედავ ამ ყველაფერს? კი, რა თქმა უნდა. ამის პოტენციალი გვაქვს, მაგრამ ამავდროულად უნდა ვიყოთ რეალისტები, რა, იმიტომ რომ როდესაც თაობათა ცვლა ხდება, ძალიან იშვიათად, რომ ეგრევე გააგრძელო ისევ იმ დონეზე რა, როგორზეც იყავი. ანუ ყოველთვის არის ეს დაღმავალი მომენტი, ოდნავ მაინც, იმიტომ რომ გამოცდილების ახალგაზრდებს ჭირდება გამოცდილება, სათამაშო გამოცდილება. არა მარტო სათამაშო გამოცდილება, იქ მარცხიც უნდა განიცადო, რომ ისწავლო, იქ ბურთიც უნდა გამაზო, რომ ის ისწავლო, როგორ უნდა ჩააგდო, იმიტომ რომ დღევანდელ დღეს შეიძლება ახალგაზრდას იქიდან გამომდინარე ჩვენ რა მოთამაშეების ყავს სხვა როლი ქონდეს, მაგრამ ჩვენ როცა წავალთ, იმას შეიძლება სულ სხვა როლი შეხვდეს. ამ ახალ როლში უნდა ისწავლოს, როგორ უნდა ულიდეროს გუნდს, როგორ უნდა მოიქცეს, როცა რაღაც რთული მომენტებია, და ამ ყველაფერს ჭირდება დრო და თამაშები რა და ყველაზე ჭკვიანური იქნება და რაც მე მინდა რომ გაკეთდეს არის რომ ეს ყველაფერი მე პირადად მაგალითით დავანახო, ან საუბრით ვესაუბრო, რომ შემდეგ ეს დრო რაც თქვი რომ ჭირდება, შევამცირო და ეგრევე მოხდეს ეს ასე ვთქვათ გადაბარება, ხო? ხო და ჩემი აზრით პოტენციალი გვაქვს იმისთვის, რომ უფრო წინ წავიდეთ რა. ხო, გვიჩვენ ამ გადაბარების პროცესმა, რომ თაობა, რომელიც 2000-იანების პირველ ნახევარში დაწინაურდა პოზიციებზე და რომლებიც უმაღლეს ლიგაში გადავიდა, მერე გადაიბარეთ უკვე თქვენ, რომლებიც უკვე გახდით ლიდერები და იმუშავა ამ ყველაფერმა ისე რომ სოფლიოც ვითამაშეთ და ზედიზედ 6 ევრობასკეტის და ჯგუფიდანაც გავედით და მეოთხედ ფინალშიც, ასე რომ ეს პროცესი მე მგონი კალათბურთში მეტნაკლებად ჯანსაღად მიდის და იქ სასიამოვნოა. და იმედი მაქვს ეს გაგრძელდება. კი. და ყავს ორი ძალიან მაგარი დონის კალათბურთელი, რომლებიც NBA-ში არიან, ეს დიდებული. თავარი რჩევა იყოს, რასაც აი ახალგაზრდა კალათბურთელებს მისცემ. იცი რა, მე მგონია რომ თანამედროვე სპორტსმენებს ცოტა აკლიათ სწორი გეზის და მიმართულების მიმცემი. თანამედროვე სამყაროში ძალიან მარტივია მოიქცე სოციალური მედიის, ავიენების, კრიტიკის გავლენის ქვეშ და ამან შეიძლება მოტივაციას დაგიგოს. მთავარ რჩევას მიცემდი, რომ მოწყვლადი არ გახდეს სპორტსმენის გონება. მოტივაცია დაგიგდოს ამ პირიქით, ხო? ხო, ეს საინტერესოა. გააჩნია ყველაფერს როგორ შეხედავ რა. ყველაფერს თავის პერსპექტივა აქვს. არის რაღაც მომენტი, როგორც წინაზე ვახსენე, ხო, რომ ორი მხარე აქვს რა, ამას შეუძლია რომ დაგანგრიოს, ან შეუძლია რომ უფრო ძლიერი გაგხადოს. ამიტომ ერთი რჩევა რაც შემიძლია მივიცე, რომ ყოველთვის უნდა იცოდე რა არის თავარი მიზანი. იმიტომ რომ არის ბევრი მოთამაშე, რომელიც კი აი მინდა რომ მაგარი კალათბურთელი ვიყო, ოკეი, მაგრამ რა არის მაგარი კალათბურთელი შენთვის? და მე უკვე ამ კითხვების დასმით მიდიან იქამდე, რომ უნდათ რომ რაღაც აქამდე მივახციო, ან NBA-ში ვითამაშო, ან ნაკრებში ვითამაშო, ან ევროლიგაში ვითამაშო, ხო? ხო და თავარი არის მიზანი. მიზანი როცა უკვე გაქვს, შემდეგ უნდა დახაზო გეგმა, როგორ უნდა მიხვიდე იმ მიზნამდე. თუ შენ მიზანს უნდა რეალურად რომ იმშელო მიაღწიო 10 წელიწადში, ხო? უნდა იცოდე რომ 8 წელიწადში სადგინდა რომ იყო მაგ მიზნის მისაღწევად. 5 წელიწადში სადგინდა რომ იყო 2 წელიწადში, 1 წელიწადში. ოკეი, 1 წელიწადში თუ გინდა რომ აქ იყო, დღეს აქ ხარ, ხო? აი ხვალ უკვე რა უნდა გააკეთო. და უკვე გიმარტივებს რა, გზას გიყვალავს ასე ვთქვათ. და ამ გზის დროს და ამ სტრატეგიის შესრულების დროს ძალიან ბევრი რაღაცები ხდება ისეთი, რაზეც არ გიფიქრია, თუნდაც ტრამვები, თუნდაც წინაღობა, რომ შენ როგორც ახსენე, ხო, ეს ჰეითერების თემა, თუნდაც ის, რომ აი მე ამდენს ვაკეთებ და არ გამომდის, ბევრი რაღაცები არის. ამიტომ არის ფინანსური შემოვიდეს. შეიძლება ფინანსური თემაც კი, ბევრი რაღაცები.
ამიტომ არის სამნიშნულოვანი ასევე ვარჯიშთან ერთად ჩვენ ეს სწავლის თემა განვიხილეთ წინაზე, მაგრამ ეს მენტალური სიძლიერის მხარეც უნდა ჩაერთოს ბავშვობიდანვე რა, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს რაღაცები მარტივად გადაგალახინოს რა. ხო და დღის ბოლოს ეს არის რა, რომ საკუთარი თავის წმენა არასდროს არ დაკარგონ და მიუხედავად პატარა setback-ებისა, პატარა უკან გადადგმული ნაბიჯებისა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ რაღაცა არასწორი მიმართულებით მიდიხარ რა. ცოტა ხნის წინ მოვისმინე სხვათა შორის ესეთი ის იყო რა ქვია quote თამაშსაც რო თამაშობ ხო arcade games-საც რო თამაშობ რაც უფრო რთულდება ნიშნავს რომ უფრო ანუ სწორი მიმართულებით მიდიხარ ხო ეგრე არის ხო და არ უნდა შეგაშინოს ამან ესე იგი სწორ რაღაცას აკეთებ რა და არასდროს არ დაქრიოს უკან რაღაც წინაღობამ რა სრულიად გეთანხმები ხო ეგ არის ერთადერთი სწორი mindset მე მჯერა რომ მსგავსი mindset-ის პირობებში თუ ეგრე ფიქრობ წარმატებასაც მიაღწევ თუ არა იმ კონკრეტულ სფეროში სხვაგან მაინც რაღაცას აუცილებლად როგორ არის თან ახლა წიგნი რო ქონდეს დასაკითხად ასარჩევი რა რომ ერთი ადამიანის რომელსაც აი ყველაფერი გამოუვიდა ცხოვრებაში და მიაღწია წარმატებას თან ალბათ ძალიან თხელი წიგნი იქნება ხო ხდები უინტერესო ყველაფერი გამოვიდა გაუმართლა ან რო ქონდეს მეორე წიგნი რომ აი ძალიან სირთულეები გადაიარა და ბოლოს მაინც წარმატებას მიაღწია ხა შენთვის რომელსაც აიკითხავდი ხო ოდისეას რა თქმა უნდა იმ დიდ ოდისეას ხო და მესი ამიტომ უნდა დაქიოს უკან რა უნდა წარმოიდგინო რომ ეს არის შენი ისტორიის ნაწილი რა ჩათვალე რომ მე წიგნს დავწერ ამით უნდა იამაყო როგორ გადალახე ეს მომენტი რა კაი რა თავს დაამატებდი შენს ოდისეას კარიერულად ან თუნდაც არა კარიერულად პიროვნულად აი რაღაცა მოგოთ ისეთი სრულიც არ გითხარ რაც არ უნდა ვიცოდეთ რამე ისეთი გითხარი ისი გაზიარება შეგიძლია ან რამე ტიტული თუ არის ან რამე ნაკრების ხრიდან ან კლუბში არ ვიცი იცი არის ახალგაზრდა რო ვიყავი ფიქრობდი რა უნდა მოვიგო და ეხლა ვფიქრობ რა უნდა დავტოვო ხო და აი რაღაც mindset-ით ვარ რა უფრო მინდა რომ აი ეს ახალგაზრდებში ჩავნერგო რაღაცა ის სხვანაირი მენტალიტეტი და სხვანაირი ხასიათი რა და იმედია მაგას მივაღწევ რა არა ფაქტია რომ ეგ ჩვენ ნაკრებს თან სდევს და ეგ გამოძლის ეს გამოძლის რომ ნიკა შენგირის მაგარი ამბავია ეგ ხო მადლობა თუ რამის ხმა გინდა ჩვენი მსმენელისთვის ჩვენი მაყურებლისთვის შეგიძლია აი ძალიან საინტერესო კითხვები იყო და მადლობა შენ ყველაფრისთვის და ძალიან დიდი მადლობა შენ მაგ ემოციებისთვის და ყველაფრისთვის რაც გააკეთე ჩვენ კი წარმატებები შენ შევხართ. იყავით თამაში გუშინ. გუშინ.